ევროკავშირი უკრაინას უპრეცედენტო მოცულობის 700 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ დასავლური მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება და სავარაუდოდ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაცხადდება. ინფორმაცია გუშინ პარიზში გამართული ევროპის ლიდერების საგანგებო სამიტის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა თავდაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელეს. 17 ფებრუარს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და ინსტიტუციის ლიდერებმა განიხილეს ევროპული ქვეყნების შესაძლო მონაწილეობა სამშვიდობო დარეგულირებაში, რომელიც რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ დაასრულებს. პარიზის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით გაიმართა. მას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, დანის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, ევროპელ ლიდერებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. დანის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა იყო აზრთა არაფორმალური გაცვლა და ლიდერები არაფერზე შეთანხმებულან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმენმა ევროპელ ლიდერებთან საგანგებო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინაზე ხელახალი შეტევისგან ეფექტურად უნდა შეაჩეროს. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ხანგრძლივი მშვიდობის ძირითად შემადგენელ ნაწილებს განიხილავს. მზად ვარ განვიხილო ბრიტანეთის ძალების განლაგება ადგილზე სხვების გვერდიგვერდ, თუ იქნება გრძელვადიანი შეთანხმება, მაგრამ უნდა იყოს შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს. ევროპელი ლიდერების დღევანდელი არაფორმალური შეხვედრა თავდაცვის გამოწვევებზე რეაგირების მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს არ დატოვებს, თუმცა ჩვენ ევროპელებს მეტის გაკეთება მოგვიწევს. ჩვენ პროცესის ძალიან ადრეულ ეტაპზე ევროპამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, ისევე როგორც ნატოს ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმოქმედონ უკრაინის უსაფრთხოებისა და გარანტიების საკითხებზე. ამასთან მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინაში რაიმე სამშვიდობო მისიაზე და მასში გერმანიის მონაწილეობაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის მონაწილეების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ დაადასტურეს, რომ უკრაინა იმსახურებს მშვიდობას ძალის მეშვეობით. მშვიდობას, რომელიც პატივს ცემს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით. ის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა დაწერა, ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება. მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ დისკუსიები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. რამდენიმე ევროპელი ლიდერის თავშეყრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვეძებთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში. ამის მისაღწევად რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მისი აგრესია და ამასთან უნდა ახლდეს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინელებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ისე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები. ამაზე ევროპელებთან, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად ვიმუშავებ. ეს არის მთავარი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპელებმა თავიანთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მეტი ინვესტიცია უნდა გამოხატონ, როგორც დღეისთვის, ასევე მომავლისთვის.